მახარებს აქ თქვენთან ერთად ყოფნა და მადლობას ვუხდი სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ძალიან დროული დებატების გამოწყებისთვის. 1946 წლის გაეროს პირველ სესიაზე დამფუძნებლები მსოფლიოს დაპირდნენ გაერთიანებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებელი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას. 2 ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც სულადობრივად ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლის შემომტან ქვეყნად იქცა საქართველო ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32-მა მამაცა საქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დააშავდა და თავისუფლების და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის. უკლებლი ყველასთვის და ამ პირობებში დიდად სამწუხარო უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით. გვესმის რა გამოწვევების წინაშე იმყოფება ამჟამად უკრაინა და სოლიდარობას უცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი შევუწყოთ, მივუერთდით მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე საქართველოს მთავრობა ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. ვაღიარებთ რა მშვიდობის პას, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი უშუალო რეგიონი, სამხრეთ კავკასია, კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ. მთელი გულით გვახარებს და მივესალმებით აზერბაიჯანს და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონალური თანამშრომლობისთვის, ნდობის, ერთიანობის, გაძლიერების და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან თითქმის 8 წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად. სამწუხაროდ კონფლიქტებით სავსე სამყაროში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით იმყოფება გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას. მშვიდობა და უსაფრთხოება ადამიანის უფლებებთან და განვითარებასთან ერთად გაეროს საქმიანობის მთავარი ქვაკუთხედია. საერთაშორისო სამართლის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივცემა არის მშვიდობიანი, აყვავებული და სამართლიანი სამყაროს საფუძველი, ხოლო ეფექტური მიზნისთვის უფრო შესაფერისი გლობალური ინსტიტუტები, რომელთა ბირთვი გაეროა, გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალურად სტაბილურობის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განვითარებისთვის. დღევანდელი შეხვედრა უნდა გვთავაზობდეს უკეთესი მომავლის დაპირებას, რაც ასე რიგ საჭიროა ამჟამინდელი მშვიდობიანი სამყაროში. ძვირფასო კოლეგებო, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი მშვიდობის ფორმულის ინიციატივის მნიშვნელობას და მის მხარდაჭერას. და ბოლოს ხაზგასმით მინდა აღნიშნავ, რომ მხოლოდ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის შემძლებ ჩვენი დაპირების შესრულებას შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება და გავხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას. დღეს ისე როგორც არასდროს არსებობს კრიტიკული საჭიროება იმისა, რომ მოხდეს საერთაშორისო პრინციპებისადმი უფრო ძლიერი ერთგულების, ეფექტური მულტილატერალიზმის და ანგაშვალდებულების დემონსტრირება. დიდი მადლობა. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მის აღმატებულებას ბატონ ირაკლი კობახიძეს და სიტყვას გადავცემ